ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩემ გადაცემაში. და მე მინდა ეს გადაცემა დავიწყო, ბოდიშის მოხდით, ეხლა მაყურებელთან ვიცი, ჩემი პირადული თქვენ არ გეხებათ, მაგრამ ერთი ადამიანი მინდა მოვიკითხო, იმიტომ რომ ჩემ მეგობრის შვილმა ცოლი მოიყვანა, ამ გადაცემის მეგობრის შვილმა სხვათა შორის. ასე რომ მინდა მიულოცო, ბატონი რამზან კადიროვის შვილი დაქორწინდა, უსურვოთ ბედნიერება, ხვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, ყველაფერი საუკეთესო. მინდა იცოდეთ ბატონ რამზან, რომ ეს გადაცემა გაფასებთ თქვენ და ელოდება ცოტა ფულს. ჩვენ ფულს ყველანაირად მივიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩეჩნური რუბლები იქნება, ქართული ლარები, ბიტკოინი, ასე შემდეგ. მე ყოველთვის გამიხარდება თქვენი წინსვლა და წარმატება. ასე რომ ვულოცავ თქვენ შულს. მე მინდა ეხლა შევეხო ამ ჟურნალისტებს, ინტრიგანებს, რომლებიც საუბრობენ, რომ ადამ კადიროვს ხელზე ეკეთა 3-დან 20 მილიონამდე საათი მოდიფიკაციების მიხედვით. რატო 40-იანი არა? რატო 60-იანი არა? რატო 60 მილიონიანი საათი არ უნდა ეკეთოს უკაცრავად ბატონ ადამს? ეხლა თქვენ იტყვით, რომ ბატონს რატო ეძახიო, მიშაო, თუ შენ მეგობარიაო, ეს ბიჭიო, მაგრამ მე ესეთი კულტურული აღზრდით ვარ აღზრდილი. მე ადამიანებს ყოველთვის ბატონოთი მივმართავ. ასე რომ ბატონო ადამ, თუ გინდათ ვიდეოსაც ჩაგიწერთ სხვათა შორის. ესე რომ ადამ გილოცავ დაქორწინებას, გისურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წინსვლას. მართლა ვაპირებდი უბრალოდ ინსტაგრამზე ვერვიპოვე, თორე ჩაუწერდი. Брат, Адам, поздравляю. Короче, желаю всего хорошего, удачи. Дай немножко денег. Мы здесь მშივრები ვართ რა, короче. მაგრამ, ეგ იყო კიდე ჟურნალისტების ერთ-ერთი პუნქტი. არგუმენტი, რომ ანუ ხალხიო მშიერიაო და ადამსო აქ ის უკეთიაო 5 მილიონიანი საათიო. ხალხი მშიერი ყველგანაა უკაცრავად. მერე რა ქნას ამ კაცმა? ერთმა კაცმა უნდა გამოასწოროს მთელი შიმშილი ყველგან? არა, მეგობრებო, არა. ერთი ადამიანი ვერასდროს ვერ გამოასწორებს. ასე რომ რა ჯობია ეხა ხალხს მიხედოს და რავი, შიმშილი გამოასწოროს თუ საკაიფო საათი კონდეს. მე ვარ საათის მომხრე. მე ზოგადად მიყვარს ესეთი ხალხი. მე ზოგადად მომხრე ვარ, მე ძველი სკოლიდან ვარ, როდესაც ესეთი რაღაცები ფასდებოდა. მე დემოკრატია საერთოდ არ მიყვარს. ყველა შეუძლია ხმის მიცემა. და რას ვაკეთებთ ხმას რო ვაძლევთ? არ ჯობია ჭკვიანმა კაცმა გადაწყვიტოს, ვის რამდენი ხმა დაეწერება, როგორც ბატონი რამზანი წყვეტს. მე დიდ მადლობას გადავუხდი ბატონ რამზანს ყველაფრისთვის, რასაც ის ამ გადაცემისთვის აკეთებს. ეს ყველაფერი დაფინანსებულია ბატონ რამზანის მიერ. სანამ ეს გადაცემა იარსებებს, მანამდე იარსებებს ბატონი რამზანის სახელი ამ გადაცემაში და იქვე ბატონი ადამის. დედა მოწყნული ეს შუქი თვალებში მანათებს. ცოტა ავაჯმევინოთ, მაგრამ ვერაფერს რა არის კაი, ვისთვის არის კაი? აი აქ მიდგას ეხა ამ ხელა განათება. კაია, ძალიან კაია, მიდი მიშა ვიხედე. არა ცოტა ავციოთ მართლა ბიჭო, თვალები დამეთხარა. თვალები ამტკივა, წრემლები მომდის უკვე. კაია ესე განათება, მიშა, აი სახე უნდა გეტყვნებოდეს, აი უნდა ცხელოდეს ამ განათებისგან. მე ზოგადად, რა თქმა უნდა, მაგის მომხრე ვარ, კაცო, ეხლა რა, აბა ბიჭმა, ახალგაზრდა ბიჭმა, ესე, აი რომელი არის გულავებდით ეგრე უკაცრავად? აი 17 წლის ხართ მაგალითად და მთელი ფული ყველაფერი გააქვთ და რას იზამდით? გაჭიროებულებს დაეხმარებოდით? გაჭიროებულებს ისედაც ეხმარებიან. ერთ ქალიზის ჩემუბანში, იცი რამდენ ფულს აკეთებს? გიომარის რა. გიომარი რამდენ ფულს აკეთებს, ცით? გარაჟი ააშენა, 2 მანქანა იყიდა. ღადაობა. იმ დღეს ბაზრობს, რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან გამიჭირდა რაღაცა,
და ერთ ვიღაც ტიპი უწერს რომ მე მანქანაო რაღაცაო გაყიდე სადღარე ჩემო კარგო მანქანა გავყიდე ეგრევე როგორც კი მიყიდეთ მეორე დღეს მომიწია გაყიდვა რაღაც და მეორე მანქანაო არა ეხა მეორეს ვერ გავყიდე მეორეს ვერ გაყიდის ასე რომ იგრიალეთ მეგობრებო ვისაც შეგიძლიათ ცხოვრება ხანმოკლეა შემდეგი სიახლე ამ გასული კვირიდან ვახო ბრუკლინი კომაშია. თქვენ გითხავთ, მიშა, ვინა ვახო ბრუკლინი? უხეშად იკითხავთ, მაგრამ ახლა არ ვიტყვი, უხეშად. ვახო ბრუკლინი არის ტიკტოკერი. ადამიანი ასევე მეცენატი სხვა შორის ის ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, აი მაგალითად რა ვიცი, როდესაც ვინმე ჩაერთვებოდა ლაივში ეტყოდა რომ ვახო $20 ხო არ გაქვს რომ გადმომირიცხო საჭმელისთვის ვჭირდებაო ვახო მას თამამად პასუხობდა შენ დედას ვთხარე ამ $20-ით კარგი კაცია ნამდვილად რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის როგორც ყველა ადამიანს ვეხმარებით ისე დავეხმარებით ჩვენ ვახო ბრუკლინსაც ღმერთმა გიშველოს всё ჩვენი საქმე აქ დამთავრებულია არა მოდი განვიხილოთ ყველა ბაზრობს რომ აი ცოდვებმა უწიაო იმიტომ რომ იძახდაო რომ ღმერთი ბიჭო ჩემი ღმერთი ფულია და ესე აძრობდა იქიდან ლარებს აი ესე აძრობდა და $5 აფრიალებდა ეს $5 როგორ უნდა აფრიალო ადამიანმა ეს თავისუფლად უკაცრავად $5 იცით რამდენი რამე მოუვა ბატონ ადამს $5 დაამატებთ იმ საათს და იყიდით კუბდარს. კოკაკოლა არ მოგივათ, რადგან ცხოვრება გაძვირდა. მაგრამ არა უშავს, კუბდარიც კარგია, გემრიელია. ცივი. ტყივილის გემო აქვს. გაგიმარჯოთ, მეგობრებო. ბატონო ადამ, გაგიმარჯოთ. შემდეგ გადაცემას ამ სტუდიიდან ვეღარ ჩავწერ, იმიტომ რომ მეტყვი, მიშაო, შენ თუ ესეთ თემებზე უნდა იბაზრო, ჩვენ ვაფშე არ გვინდაო. ჩვენ სტუდია იმიტომ გავაკეთოთ, რომ მოვიდნენ პატარა გოგოები და ჩაწერონო ნუტრიციებზე და რაღაც ნუტრიებზეო. ნუტრიცია ლაბელ ჩემი ფრანგინაშე საფრანგეთში რომ ნუტრიცია უთავდებათ იტალიაში გადადიან ნუტრიების საყიდლად ნუტრიების ქურქი მაგარია ხო ნუტრია რა ნუტრიის გემო აქვს ხო და მოკლედ ხალხი რასწერს კომენტარებში ძირითადად რომ აიო ცოდვებმა მოუწიაო იმიტომ რომ ღმერთს უარყოფდაო და შემდეგ და უკაცრავად მე რომ ღმერთს არ უარყოფ ეკლესიაში რომ დავდივარ რას მაგინებთ თქვენ გამზრდელ მოტყნულებო მე ყოველ კვირას ეკლესიაში ვარ იქ ახსარებას ვაბარებ ყველაფერს ვაკეთებ რა ვიცი ვეზიარები რამე და ყოველ დილით ვიღვიძებ ჩემი დილა იწყება აი ვარჯიშით კი არა აი ტკივილით მე ვხსნი TikTok-ს და შეგარეწარო შენ ჯერთი ეს Facebook-ის ხალხი Instagram-ზე ვინ გადმოყარათ, ანუ Instagram-ზეც დაიწყო გინებები. შევდივარ ვიღაცა იამზე სონღულაშვილი 14-19. იამზე რა გინდა შენ Instagram-ზე, ქალო? კაი გავიგე რომ შენი, რა ვიცი, დიშვილი გათხოვდა და იმას ასტალკერებ, მაგრამ ჩემთან რა გინდა? იამზე სონღულაშვილი რატო მაგინებს მე ვერ გავიგე მართლა Instagram-ზე, Facebook-ზე გადადით რა ქალბატონო იამზე იქ მაგინეთ. არ გიწყნოს, მაგრამ მე ისეც შენერი შეყეული ფსიქიკის ადამიანი მართლა უფრო შემეყავს ფსიქიკას, ანუ და ამ დროს ხალხი მწერს და მეუბნება რომ მიშა შენი უმორს ბევრი ვერ ხვდება შენ დღევანდელი დროის ილია ჭავჭავაძე და რაღაცა ეგეთები და ამ დროს მე ესე დავდივარ იმე და ვახო ბრუკლინი და გავაგრძელოთ ხო და ხალხი რო უწერდა მოკლედ რომ არეს დროს არ მომწონდი მაგრამ გამოჯამრთელებას გისურვებ და დავფიქრდი მე რომ მომივიდეს ეგეთი რამე ღმერთმა დამიფაროს მე რაზოს დამემართება იმიტომ რომ ღმერთის მწამს და ღმერთს უყვარ ვარ გილოცავ დაღდგომას არაფრის მადლობა ხო და ხალხი რო უწერდა ეგეთ რამეებს რომ არეს დროს მომწონდი მაგრამ ეხა გამოჯამრთელებას გისურვებ მე რო დამმართნო და რო გამოფხიზლდებოდი ხო ჩამოულდი მაგ ყველას ყველა სათაო დედის მუტელს ხო ვაგინებდი რომ ბიჭო აქამდე თუ მაგინებდი ესეთი უპრინციპო ადამიანი როგორ ხარ მეთქი რომ აქამდე მაგინებდი ამ სიკვდილს მისურვებდი ეხა ვარ სიკვდილის პირას და ეხა მისურვებ გამოჯამრთელებას შენი უპრინციპო დედა მე ნათელა
ქალა ზაზა მოგი პატრონი დილით რო ვიღუძებ და ზაზას მესეჯები რომ ხდება რომ მიშა სადაც გიპოვი სადაც შემხვდე სად უნდა შევხვდეთ ზაზა ერთმანეთ თიანეთში არ ვცხოვრობ მე სად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს აი თიანეთში გონია რომ გამოვალ კუშბახში და იქ შევხვდებით ერთმანეთს და იქ მცემ თბილისში ვცხოვრობ მე კარგად ვცხოვრობ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დავდივარ სამოგზაუროდ დავდივარ არაჩვეულებრივ გოგოებთან ერთად დავდივარ ზაზა სად უნდა შეგხვდე მე შენ კუშბახში აი როცა შენ ძმაბიჭებთან ერთად ლუდს ვამ აქციით ნაყიდს სადაც შემხვდები მიშა სად უნდა შეგხვდე სადაც შემხვდები დეიდა შენთან მოვალ სტუმრად თუ რას ვიზამ მთელი შენი ცხოვრება გატარებული გაგრო ჩემი სახლი და დეიდა ჩემთან მჭადებზე გადავიდა და იმაზე დამბალ ხაჭოზე არ დავდივარ მე დეიდა შენთან დამბალ ხაჭოზე სად უნდა შემხვდე არა ეგეთი ხალხი რომ სადაც შემხვდები და ტიპი გემიდან წერს ეხა არის გასული რეისში 6 თვე უნდა იაროს იქ ალიასკაზე უნდა ჩავიდეს და სადაც შემხვდები მიშა სად უნდა შევხვდეთ ბიჭო ერთმანეთს ივენთებზე არ გიშვებენ ზაზა შენ ივენთებზე და რა გინდა ალიასკაზე კიდე მეთევზე მიარო არ ეხა რომ იქ შევხვდეთ ერთმანეთს და გადავეკვეთოთ და ეს ის არ არის ბაღ დამიშვა აი სად უნდა შევხვდეთ დიდი მადლობა ჩემ მეგობრებს პოდკასტ კორნერს რომ დამითმეს ეს სტუდია ასე რომ ვისაც გნებავთ ესეთივე სტუდიაში ესეთივე განათებით ყველაფრით გადაღება ჩაწერა თქვენი ვლოგების ტიკტოკების თუ ასე შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ქვემოთ მითებულ ლინკზე რომელიც აღწერაშია და გაეცნოთ ყველა დეტალს აბსოლუტურად კიდე ერთი სიახლე იყო მოკლედ ქართველმა ქალმა რომელიღაც ქვეყანა გადაწვა მე მგონი საბერძნეთი თუ რაღაცა ბიჭო კი ისროდა რა ჯიგარმა და მთლიანი ქვეყანა გადაწვა მთლიანი ტყე დედაუტერას 20 წელი ზრდიდნენ ხეებს რაღაცებს ყველაფერი გადაწვა ვაფშე და 3 წელი მიუსაჯეს ჩემი აზრით ამ ადამიანს უნდა მოეტევოს ან მიეტევოს რომელიმე უნდა მოხდეს ამ ორიდან რადგან ქართველები ეგრე ვართ გაზრდილები აი ხა წარმოვიდგინე რომ ქალი მიდის რა ნახვი ბუნების დედა მოუტყან ყველაფერი გადაწვა ვაფშე ტიპამ თა გადაწვა ქვები იწვოდა ისეთი ამბავი დაატრიალა და მე ამ ადამიანის მომხრე ვარ რა თქმა უნდა ეს ქალბატონი არის ჩვენი გადაცემის მეგობარი ასე რომ ჩვენ მას პატივს ვცემთ, ჩვენ მას სოლიდარობას უცხადებთ და ჩვენ ვიწყებთ თანხის აგროვებას. პირადი ნომერი 0102-70-85-625. ჩამირიცხეთ აქ ფულები. ეხლა შეიძლება არ მოვახმარო იმ ქალს, მაგრამ მოვახმარ მეც რომ ვეცადო გადაწვა რამის საბერძნეთის. არა, სხვა შორის ეგ კარგია, იმიტომ რომ ამითი ვიქაჩებით ქართველები ზოგადად რითი ვართ გაქაჩულები, რომ ხდება წარწერები რომ ქართველები არ მოიპაროთ და რამე ხო ბაზრებში. და ეხლა შეგიძლია საბერძნეთში იყოს რაღაც ტყეში სეირნოფი გოგოსთან ერთად ბერძენი გოგო გაიცანი, ბედნიერი ხარ მიკონოსი ქვია, ან გრიკონოს პატარავ რა შვები, ჩემი დედა შევეც. მიდიხართ ესე ხელში გიჭირავს ნატახტარი, ესე აქ გოგოა ოღონდ. აი ესე მიდიხართ სეირნობ და შუა ტყეში ხდება წარწერა. ქართველებო არ გადაწვათ ტყე. რომელთ უფრო ამაყობ? რა თქმა უნდა, შუა ტყეში რო ხდება. აბა ესე ყველა შეუძლია მიაწეროს, რომ ქართველებო არ მოიპაროთ. უკაცრავად, მაგრამ ტყე რამდენ ადამიანს გადაუწვავს? მაგას რატო არ ვაფასებთ? ჩემი აზრით, ეს ქალბატონი უნდა გამოცხადდეს ეროვნულ გმირად და გადაეცეს წმინდა გიორგის მედალი. ადამიანმა მთელი ქვეყანა გადაწვა და რავი, მტრებს ვერ გადაწვავს მომენტ. აი, ეგ ქალი უნდა გაუშვათ ომში, პარტიზანულ ომში.
აი მაგალითად გაიარა იქ ხო ოსეთის საზღვართან. ეხა ქალს ხო არაფერს არ ეტყვიან. ბუმ, გადაიწვა მთელი ოსეთი. რას ვაკეთებთ ამ დროს შევდივართ. და ცხოვრობთ იქ. მე რას ვაკეთებთ? მე ვიძახით რომ ტოლვილები ვართ, მე ბინებს ვაქირავებთ, მე დახმარებას ვიღებთ, მე 10 შულს ვაჩენთ. მაგრამ დახმარებას მაინც ვიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ბინებს ვაქირავებთ. აი ეს ახალი ინფორმაციაა, ანუ ამ წამს ვნახე, რომ სკროლავდი, პარკინგის გამო მოკლა. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ახლა პარკინგის გამო მკვლელობას. ზოგადად მკვლელობას რა თქმა უნდა ვეთანხმებით, იმიტომ რომ გაჩნი ადამიანი რასაც იქნებ დედა შეაგინა ძმა. ხო და ეს თქვენი მანქანაა, ცოლ-შვილი ან კაცი რომ მოდის, კაცი მოდის, ცოლი და 1-3 ბავშვი პატარები რაღაც ბურთსა თამაშებენ იქ, რა ვიცი მე, ისა ლაბუბუ უჭირავთ, ბავშვი ეხუტება, რაღაც საყვარლები არიან, ერთი ბავშვი ძაღალს ასეირნებს, კოკერ სპანიელი ყავთ და ამ დროს გადმოდის ზაზა. ეს ვერ წაიკითხე, აგრო წერია რომ არ გააჩეროთო. უი, დიდი ბოდიში. ბუმ, -1 შვილი. ბუმ! ძაღალი. მეორე ძაღალს რატო დაარტყა დანა არ ვიცი, მაგრამ ზაზა გიჟია, ზაზას არ მოეთხოვება. და შემდეგ გადადის უკვე ცოლზე და ქმარზე. იმ ორ ბავშვს ტოვებს. სულ სამი ბავშვია, ერთი ბავშვი მოკლა, ერთი ძაღლი მოკლა, მაგრამ მე ზაზას ვამართლებ, რა თქმა უნდა. ადამიანს უწერია, რომ აქ მანქანა არ გააჩეროთ და რას აჩერებ მანქანას. მომწერეთ სიახლეები, რაც ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას განვიხილავ. ეს იქნება ერთ-ერთი პუნქტი ამ გადაცემის. შეიძლება მომბეზრდეს ეს გადაცემა დაუყურო ისევ და სხვა რამე დავიწყო. კიდია, ჩემი გადაცემა რას მინდა იმას ვიზამ. Instagram-ზე მომწერეთ, მოკლედ ყველა მესეჯს ვკითხულობ. ოღონდ იმას მომწერეთ, რა თქმა უნდა, რომ მიშა, მე ვარ 15 წლის თედო, ერთი სალი ფეხი დაუკარგე და ამ შემდეგ. მაგრამ მომწერეთ სხვა შორის, ყველას დაგეხმარებით. 3 სალი არავისთვის მენანება. ეგრევე მოგწერთ, რომ მეთქი, 15 წლის თედო, ფეხი დაკარგე, ღმერთმა გიშველოს. ნახვი აქედან. აბსოლუტურად ყველას გპირდებით, რომ ყველას დაგეხმარებით ესე, იმიტომ რომ მე კეთილშობილი ადამიანი ვარ, ყველას ესე ვეხმარები და თქვენც დაგეხმარებით. არა, მომწერეთ მოკლედ სიახლეები, ისეთი ნიუსები, რაც გინდათ რომ განვიხილო და მაყუთები ჩამირიცხეთ ამ პირად ნომერზე, რომ კეთილსაქმეს მოხმარდეს, არც ერთი კაპიკი არ მოხმარდება კეთილსაქმეს, მაგას გპირდებით. რამდენიც არ უნდა ჩამირიცხოთ, სულ რომ მილიონი ჩამირიცხოთ და მიშაო 100 ლარი კეთილსაქმეს მოახმარეო, მე გპირდებით, რომ კეთილსაქმეს ერთი თეთრიც არ მოხმარდება. მაგრამ მე სიტყვის კაცი ვარ. რო გეუბნებით, რომ არც ერთი თეთრი თქო, ესე იგი არც ერთი თეთრი. მათხოვრები შემხვდებიან, ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა გიშველოს. ესე ვიზამ ყველასთან. ასე რომ დიდი მადლობა ვინც უყურეთ ბოლომდე ამ გადაცემას, იმედია განათელდით, რადგან მე ვარ დღევანდელი დროის ილია ჭავჭავაძე. ასალამ ალეიკუმ.